ამ გაკვეთილში შევქმნით თანამედროვე ანიმაციურ პრეზენტაციას After Effects-ში. ეტაპობრივად ვისწავლით ტექსტების, სლაიდების და გლუვი გადასვლების აწყობას. პირველი შევქმნით კომპოზიცია, დავაჭიროთ აი ამ სიმბოლოს, დავარქვათ სახელი. რეზოლუცია გვექნება 1080-1920-ზე, კადრების რაოდენობა გქონდეს 60, ხოლო ხანგრძლივობა 10 წამი. ეს გავააქტიუროთ. დავამატოთ ახლა ჩვენ სცენას background-ი, შევიდეთ new-ში, ავირჩიოთ solid-ი. ფერი გვექნება სალათის ფერი. შეგიძლიათ აი ეს კოდი გამოიყენოთ, რომ მიიღოთ იგივე ფერი. ეს დავაფიქსირებ. ახლა შემოვიტანოთ ვიდეო, მოვათავსოთ შუაში. ეს დავსვათ. შევარ transform-ში და ოდნავ დავაპატარავებ. ახლა ამ ჩვენს შემოტანილ ვიდეოს მოვათავსებ ახალ კომპოზიციაში. მაუსის მარჯვენა ღილაკით ავირჩიოთ pre-compose-ი. აქ პირველად დავარქვათ სახელი. და მივუწოთ მეორე მიმართულება, რომ ჩვენ ვიდეოს შემადგენელი ნაწილები გადავიდეს ახალ კომპოზიციაში. ეს გავააქტიუროთ. ახლა დავაჭიროთ ორჯერ და გადავალთ ახალ შექმნილ კომპოზიციაში. ახლა საჭიროა მოვახდინოთ ანიმაცია ვიდეოსი, რომ სიცარიელიდან შეიქმნას, რადგან დასაწყისში არ უნდა გქონდეს ვიდეო. ამისთვის მე გამოვიყენებ shape layers, დავაკლიკოთ ორჯერ და ჩვენი ვიდეო მივაბად shape layer-ზე, რომ გამოიყენოს shape-ის მასკა. ამისთვის F4-ით გამოვარჩენ track mappings და მივუთითოთ ვიდეოს მიმართულებაზე shape layer-ი. ჩვენ მივუთითეთ, რომ ვიდეო გამოჩნდება მხოლოდ ჩვენი shape-ის რეზოლუციაში. აი, როდესაც გადავადგილეთ, ჩანს მხოლოდ მის მონაკვეთში. ამიტომ ახლა shape-ზე განვახორციელოთ ანიმაცია, შევიდეთ transform-ში. ასევე პირველ რიგში შევიდეთ ვიდეოს პარამეტრებში, კომპოზიციის setting-ში და მივუთითოთ 60, რომ ეს ორი სცენა ემთხვეოდეს ერთმანეთს კადრების რაოდენობით. ეს დავაფიქსირებ და ახლა შეგვიძლია განვახორციელოთ ანიმაცია. გავააქტიუროთ scale-ის keyframe-ი, ასევე ჯაჭვის სიმბოლო გამოვთოთ, რომ ორივე პარამეტრი თანაბრად არ გაიზარდოს. ეს იქნება საწყის პოზიცია, სადაც გვექნება 0, ანუ თავიდან არ უნდა ჩანდეს ვიდეო და შემდეგზე უკვე დავაფიქსიროთ უკვე 100%-ზე. ასევე მოვნიშნოთ ორივე keyframe-ი და F4-ით დავამრგვალოთ, რომ გახდეს რბილი ანიმაცია. როგორც უყურებთ, ესე შემოვა კადრში ჩვენი ვიდეო. ასევე დავამატოთ ანიმაცია ეს მთავარ კადრზეც. შევიდეთ transform-ში, გავააქტიუროთ პოზიცია. ეს საწყისი პოზიცია გვექნება დამთავრებაზე, ანუ აი ამ ადგილას დავაფიქსიროთ. ხოლო დასაწყისში გქონდეს ოდნავ ქვემოთ 1200 აი ამ ადგილიდან რომ დაიწყოს ანიმაცია. ასევე გადავიყვანოთ F9-ით სირბილეზე. მივიღებთ აი ესეთ ეფექტურ შემოსვლას. როგორც უყურებთ, shape-ი აჩენს მთლიანად ვიდეოს, ხოლო ვიდეოზე განვახორციელოთ პოზიციის ანიმაცია, სადაც ვიდეო ქვემოდან ზემოთ ადის და იქნება ესეთი ეფექტური შემოსვლა. ახლა დავუბრუნდეთ მთავარ კომპოზიციას. მივიღეთ ესეთი შემოსვლა და ახლა საჭიროა დავამატოთ ტექსტი და ამასთან ერთად ჩვენს მთავარ ვიდეოს შევამცირებთ, რაზეც უნდა მოვახდინოთ ანიმაცია. შევიდეთ ახლა transform-ში, გავააქტიუროთ scale-ის და პოზიციის keyframe-ები. დროის აი მონაკვეთზე დავაფიქსირებ, ხოლო შემდეგზე უკვე გვექნება დაპატარავება. ეს ჩავწერ 70, რომ მოთავსეს აი ამ ადგილას, ასევე ავწევ ზემოთ ამ ადგილზე დავაფიქსირებ. ამ keyframe-ებსაც გადავიყვან F9-ით სირბილეზე. მივიღეთ აი ესეთი შემოსვლა. შემდეგ დაპატარავება ვიდეოსი. ახლა საჭიროა დავამატოთ ტექსტი, აი ამ ადგილას, ორჯერ დავაკლიკებ ტექსტის სიმბოლოს, დავწეროთ ქართულად ახალი კოლექცია. გამოვიტანოთ ქვემოთ, რომ გქონდეს აი ამ ადგილზე, ასევე დავაპატარავოთ ზომაში. ზედა ტექსტს მე გავზდი. დაახლოებით იყოს ესეთი სახით.
ეხლა საჭიროა მოვახდინოთ ანიმაცია. ამისთვის ჩვენ შევდივართ ტექსტის პარამეტრებში, აი მიმართულებას ვხსნით. ამბების ახსნას მე ხარ დავიწყებ, რადგან წაიღებს ბევრ დროს, აქ არის ბევრი მიმართულება, რაც საჭიროებს ერთ კონკრეტულ გაკვეთილში ახსნას, ამიტომ მე გამოვიყენებ იმ პარამეტრს, რაც ჩვენ გვჭირდება ამ შემთხვევაში. საჭიროა განვახორციელოთ პოზიციის ანიმაცია, შევდივართ აი ამ ანიმაციის მიმართულებაზე და ვირჩევთ პოზიციას. როგორც უყურებთ, აქ დაემატა კიდევ ერთი მიმართულება, ანიმაცია 1, რაც არის მოთავსებული პოზიცია და range სელექტორი. პირველი უთითებთ რა ადგილიდან დაიწყოს ანიმაცია და შემდეგ უკვე range სელექტორიდან ვახორციელებთ მის მართვას, ანუ დავამატებთ სტარტის მიმართულებაში keyframes, ეს იქნება დასაწყისი, ხოლო დამთავრებაზე მივუთითოთ 100%. დაახლოებით ესეთი სახით შემოვა ჩვენი ტექსტი. თუ არ გვინდა რომ სათითაოდ შემოვიდეს ასოები, ამისთვის შევიდეთ add-one-ში და based on-ის მიმართულებაზე მივუთითოთ words-ი და არა character-ი, რომელიც გამოიყენებს სიტყვებს, ჯერ ერთი სიტყვა შემოვა და შემდეგ მეორე დაემატება ქვემოთ. მივიღებთ აი ესეთ ეფექტურ შემოსვლას ჩვენ სცენაში. ასევე მოდით დავამატოთ კიდევ ერთი მიმართულება ჩვენს ანიმაციას, ეს იქნება გამჭვირვალობა, რომელიც დაემატება პოზიციის ქვემოთ, ჩაუწეროთ 0, რომ ტექსტი შეიქმნა სიცარიელიდან. ამასთან ერთად იმ მოძრავებს დევით, იქნება ორი მოქმედება ჩვენ სცენაში. ესე რა თქმა უნდა უფრო მეტად ეფექტური გამოგვივიდა. მოდით ახლა ეს ორი keyframe გადავიყვანოთ F9-ზე, ავარბილოთ და მივიღეთ უკვე პირველი კადრი ჩვენი სცენის. ახლა გადავიდეთ მეორე კადრზე, რომელიც დაიწყება მესამე წამიდან. ამისთვის მე გამოვიყენებ shape layers, რომ შევცვალოთ background-ი. ორჯერ დავაკლიკოთ, შევამციროთ, შევიდეთ transform-ში, ჩავუწეროთ 140 და -10-ზე შევაბრუნებ აი ამ layers. ასევე ანიმაციის დროს უნდა მოხდეს შექმნა აი ამ ადგილიდან, ამიტომ მისი ღერძი უნდა მოვათავსოთ აი აქ. აი ამ სიმბოლოს მეშვეობით ჩვენ გადავადგილებთ აი ამ წერტილს, აი აქ დავაფიქსიროთ. დავაქტივოთ ახლა scale-ი. გამოვთავ აი ამ სიმბოლოს, რომ საცაკე გაიზარდოს და ჩავუწეროთ 0. აი ამ ადგილზე შევიწროვდა ჩვენი shape-ი. ხოლო შემდეგ დროის მონაკვეთზე უკვე ჩავუწერ 140 და მივიღებთ აი ესეთ ანიმაციას. ასევე ეს ორივე keyframe გადავიყვანოთ F9-ზე. როგორც უყურებთ, მივიღეთ ესეთი რბილი შემოსვლა background-ის. ახლა საჭიროა შემოვიყვანოთ ასევე ვიდეო. დავსვათ შუაში. შევიდეთ transform-ში და scale-ში ჩავუწეროთ 60, დავაპატარავოთ, ასევე ოდნავ შევასწოროთ, ავით ამ მთლიან ვიდეოს ზემოთ და დავაწყებინოთ დროის აი მონაკვეთზე. პირველ რიგში შემოვა background-ი და შემდეგ ვიდეოც უნდა შემოვიყვანოთ ანიმაციის სახით. ამიტომ მასზეც განვახორციელოთ იგივე მასკის ფუნქცია, რაც წინა შემთხვევაში გავაკეთეთ. პირველ რიგში მოვათავსოთ ახალ კომპოზიციაში, დავარქმევ სახელს. ეს დავაფიქსირებ და მის ზემოთ შევქმნი ახალ shape layers. ესეც მივიტანოთ ვიდეოსთან დავსვათ, რომ იმ დროის მონაკვეთიდან დაიწყოს. ვიდეოს მივუთითოთ track padding-ში shape layer-ი 2. ამ შემთხვევაშიც გამოჩნდება მხოლოდ shape-ის რეზოლუციის მონაკვეთზე. ახლა საჭიროა განვახორციელოთ ანიმაცია. პირველ რიგში შევიდეთ მართკუთხა ფორმის ზომებში. 150 გვექნება 1200-ზე. არა, საჭირო რომ მთლიან ეკრანზე ჩანდეს, ოდნავ შევასწოროთ, ჩამოვიტანოთ ქვემოთ. და ახლა განვახორციელოთ ამ ზომის ანიმაცია. გავაქტივრებ keyframes.
რომელიც იქნება აი ამ ადგილას. ხოლო დასაწყისში ჩავწეროთ ორივე მიმართულებაში 0. ახლობით აი ესე შეიქმნება ჩვენი ვიდეო. გადავიყვანოთ F9-ით, დავარბილოთ, მივიღეთ აი ესეთი შედეგი. ეხლა დავამატოთ ტექსტი აი ამ ადგილას. ეს შრიფტი შეგიძლიათ გადმოწეროთ, იქნება ვიდეოს ქვემოთ მითითებული. მოდით ეხლა შევცვალოთ დიზაინი ტექსტის. ზომაში კონდეს 160-ზე. ზედა ნაწილს დავაპატარავებ. ესე შევცვალოთ, ასევე შევუცვლი ზომას. ეს დავაფიქსირებ. ეს ტექსტიც უნდა დაიწყოს ვიდეოს დროს. აი ამ ადგილიდან. პირველ რიგში ვქნით ხოლმე დიზაინს და შემდეგ ვაკეთებთ ანიმაციას. აი ესე დავაფიქსიროთ. შევიდეთ ჩვენი ტექსტის პარამეტრებში და გამოვიყენოთ პოზიციის მიმართულება, დავამატოთ. ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე გვერდიდან შემოვიყვანთ ტექსტს. შევიდეთ range selector-ში, გავაქტიუროთ start-ის keyframe-ი და მივუთითოთ 100%. ესე შემოვიდეს. ასევე შევუცვალოთ მიმართულება ტექსტს, რომ მხოლოდ ასოები ცალ-ცალკე არ შემოდიოდეს. შევიდეთ advanced-ში და character-ის მარგირად მივუთითებ lines, რომ მხოლოდ ზედა ხაზი შემოვიდეს ჯერ და შემდეგ მეორე შემოვა ამ შემთხვევაში. ასევე გავააქტიუროთ გამჭვირვალობის ფუნქცია, აქ ჩავუწეროთ 0, დასაწყისში გვექნება გამქრალი და შემდეგ შემოვა, გამოგვხდება და გამოჩნდება ჩვენი ტექსტი. აი ესე მივიღეთ. აქ ჯერ პირველი კადრი, აქ შემდეგ გადასვლა მეორე კადრზე თავის ტექსტით. ასევე მოდით დავამატოთ აი ქვედა ნაწილზე კიდევ დამატებითი ტექსტები. აქაც ახლა მე ცალკე შევქმნი. აი ამ ადგილზე დავაფიქსიროთ. ზომაში გვექნება 50. დავწეროთ მინიმალიზმი. ესე შევასწოროთ დიზაინი. აქაც უნდა გავაკეთოთ ანიმაცია, ის იქნება განსხვავებული. ამ შემთხვევაში დავამატოთ პოზიცია. ესეც გავწიოთ მარჯვნივ. დავწერ 60. აქაც დავამატოთ კიდევ გამჭვირვალობა. დავწეროთ 0 და range selector-ში start-ის მეშვეობით დავაფიქსიროთ საწყისი მდგომარეობა და შემდეგ დამთავრებაში მივუთითოთ 100. ვსუღურებთ, ამ შემთხვევაში უკვე დავტოვოთ character-ის მიმართულება, რასაც დავთ ასოები შემოვიდეს, ასე ეფექტურად. ახლა შეგვიძლია აი ეს დავაკოპიროთ მარჯვენა მხარეს, Ctrl-D-T. აქეთ უკვე შევცვალოთ ტექსტი. დავწეროთ კომფორტი. ეს თქვენზეა დამოკიდებული რა ტექსტებს გაანაწილებთ ხოლმე. უბრალოდ ეს ყველაფერი არის საჩვენებლად, მივიღეთ აი ესეთი ეფექტი. შეგვიძლია ამ შემთხვევაში მეორე ტექსტმა დაიწყოს ოდნავ მოგვიანებით, ესე ოდნავ ჩავწევ. დავაკვირდეთ, რომ თვითონ კადრი არ შევამციროთ აი ესეთი სახით, უბრალოდ უნდა ლეიერი ჩავწიოთ მარჯვენა მხარეს. ამას აქვს დიდი მნიშვნელობა, რადგან მოიჭრება შემდეგ ანიმაცია. სანამ გადავიდოდეთ მესამე კადრზე, მოდით ლეიერებს შევუცვალოთ ფერი. პირველი კადრის ლეიერების ფერი გვექნება წითელი, ხოლო მეორე კადრის ლეიერების ფერი გვექნება ყვითელი ფერის. ასევე ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, როდესაც შემოგვაქვს სცენაში ვიდეო, ყოველთვის უნდა მოვათავსოთ ხოლმე ახალ კომპოზიციაში, რადგან მისი მართვა ბევრად მარტივია. ეხლა გადავიდეთ მესამე კადრზე, რომელიც დაიწყება მე-6 წამიდან. უნდა შევქმნათ ახალი background-ი, გამოვიყენებ shape layers. ასევე შევამცირებ მის ხანგრძლივობას, რომ დაიწყოს აი ამ ადგილიდან
შევიდეთ Transform-ში და ზომაში ჩავუწეროთ 120. მისი შექმნა უნდა მოხდეს ქვედა მხრიდან, ამიტომ ღერძი უნდა მოვათავსოთ ქვემოთ. აი ამ ადგილიდან მოხდება Scale-ის განხორციელება. გავაქტიუროთ Scale-ის keyframe-ი, გამოვხსნათ აი ეს სიმბოლო, რომ თანაბრად არ გაიზარდოს ორივე მიმართულება. დასაწყისში გვექნება 0, ხოლო შემდეგ პოზიციაზე მივუთითოთ საწყისი მდგომარეობა 120. მივიღეთ აი ესეთ ანიმაციას. ასევე ეს ორი keyframe-ი გადავიყვანოთ F9-ზე სტირბილისთვის. აი ესე მივიღეთ ახალი კადრის შემოსვლა. და ახლა საჭიროა დავამატოთ ტექსტები. ტექსტი გვექნება შენი ახალი სტილი, რომელსაც გავყოფთ 3 ნაწილად. პირველი დავწეროთ შენი. შევიდეთ მის პარამეტრებში. და განვახორციელოთ ახლა ანიმაცია, სადაც მივუთითებ trackings. ეს არის ერთგვარად ესეთი ეფექტი, სადაც ხდება ასოების გაშლა, რომელიც საკმაოდ ეფექტურია. მოდით ჩავუწეროთ 300. ასევე ხანგრძლივობას შევამცირებ და დავაწყებინებ აი ამ ადგილიდან. შევიდეთ ახლა range selector-ში, გავააქტიუროთ start-ი და შემდეგ პოზიციაზე ჩავუწეროთ 100%. მივიღებთ აი ეს ანიმაციას. აი როგორც უყურებთ, არა თანაბრად ხდება შეერთება. საჭიროა შევცვალოთ character-ის მაგივრად, მიუთითოთ words, რომ მთლიანად სიტყვა თანაბრად შევიწროდეს. ასევე მიუთითოთ გამჭვირვალობა, ედის მეშვეობით დავამატოთ opacity და ჩავუწეროთ 0, რომ სიცარიელიდან მოხდეს შეერთება. ესეთი ეფექტური ანიმაცია მივიღეთ ტექსტის. keyframe-ებსაც გადავიყვან F9-ზე. ახლა შეგვიძლია ეს ტექსტი დავაკოპიროთ. ასევე ჩამოვიდა ქვემოთ და დავწეროთ ახალი. ოდნავ დავაშორებ ერთმანეთისგან, რომ თანმიმდევრობით დაიწყოს ანიმაცია. და მოდით კიდევ ერთხელ დავაკოპიროთ. ამასაც ქვევით ჩამოვიტან. და ახლა დავწეროთ სტილი. ამასაც რა თქმა უნდა დავაშორებ წინა ტექსტისგან და მივიღეთ უკვე საბოლოო შედეგი. ერთმანეთისგან თანაბრად რომ იყოს დაშორებული, კონტროლით მოვნიშნოთ სამივე ტექსტი და align-ის აი მიმართულებით თანაბრად გადაანაწილებს ჩვენი პროგრამა. ასევე თვალის ზომით მთლიან კომპოზიციაზე შეგვიძლია გავასწოროთ მაუსით, ავიტანოთ ოდნავ ზემოთ, რომ იყოს შუაში. ესე დავსვათ, ვერტიკალურად შეგვიძლია შევასწოროთ. როგორც უყურებთ, მივიღეთ აი ესეთი ანიმაცია. ეს არის ჩვენი პირველი კადრი, შემდეგ შემოდის მეორე და ბოლოს გვაქვს უკვე ტექსტით დამთავრება. იმედია შეძლებთ ამ ყველაფრის აწყობას. მადლობა ყურადღებისთვის. შემდეგ შეხვედრამდე.